მაგრამ ისე არა. ისე არა შეწყვიტა მუშაობა. მეგობრებო, მართლა ესე იგი ბევრი რამე ხდება, უფრო ცუდი ვიდრე კარგი. ჩვენ ყოველთვის ვამბობ, რომ ნეტარი ორშაბათამდე მივიდეთ, ეხლა ამას საკრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანი ან მივანარავ ყოველ ორშაბათამდე ეს ისეა მოწყობილი, რომ ეს ზეგარდმო ხდება ყველაფერი. ჩვენი ცხოვრება რო იტყვიან not up to us, ანუ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვამბობთ სხვა გაგებით, რომ ნეტარი ისე მივიდეთ ორშაბათამდე, რომ რაღაცა ცუდი ამბავი არ გავიგოთ, მაგრამ მაინც ხდება ეს ცუდი ამბები. მოიხსენებათ, აი ორშაბათიდან ორშაბათამდე გავითარდა ეს სცენარი, რომ დაიწყეს ამ ჩვენმა დემოკრატიის შუქურებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა, მორალისა და ეპშტეინის კუნძულების ბინადრებმა ირანის ეს წასტიკი დაბომბა და ესე იგი ერთ ხათაბალაში ვართ. მე ვფიქრობ, რომ წავა ესეთი პროცესები, რომ ნავთობი გაძვირდება, უკვე გაძვირდა საერთაშორისო ბაზრებზე ერთი ბარელი უკვე მგონი $100-მდე ღირს, ალბათ მეტი გახდება ძვირი. და საერთოდ ლოჯისტიკას, აი მსოფლიო ლოჯისტიკას ძალიან გაუჭირდება და ის წინასწარმეტყველება, აი წმინდა მამებს აქვთ ასეთი, რომ ელოდეთო გლობალურ შიმშილსო, აი სწორედ იმას ნიშნავს ალბათ, რომ აი ამ ომების ფონზე მოხდება ეს წვეტა ლოჯისტიკური კავშირების, მოხდება აი ამ რესურსებისა და ნავთობის გაძვირება და რაც ისეთ ფასებს წამოიყვანს, რომ საერთოდ ვაჭრობას ძალიან დაარტყავს. და ჩვენი მოსახლეობა და საერთოდ სოფლიო მოსახლეობა დამოკიდებული ესე იგი აი ამ სუპერმარკეტულ ინექციებზე, ჩვენ ვზივართ ყველა სუპერმარკეტებზე და მთელ სოფლიოში ასეთი რაღაცა გააკეთეს, რომ ხალხი ჩამოაშორეს მიწას, ხალხი ჩამოაშორეს მეურნეობებს, წყვილმეურნეობებს და პრაქტიკულად ყველა დაგწვეს სუპერმარკეტებზე და ერთ დღესაც გამოიღვიძებთო და ესე იგი ყველაფერი დაკეტილი იქნებაო და აი დაიწყება გლობალური შიმშილი. და აი ასეთი პარადოქსების ქვეშ ვართ, არ ვიცით, იცით ზნეობის და მორალის გადარჩენა, ცალკე კუჭის გადარჩენა, ცალკე სამუშაო ადგილების გადარჩენა, ცალკე ჩვენი ოჯახების გადარჩენა. ნუ ძალიან ცუდი სიტუაციაა მსოფლიოში, მაგრამ მე გამკვირვებია ერთი რამის, რომ ჩვენი მასმედია, აი ლიბერალური მასმედია, ასე ვთქვათ, ვიტყვი რა, ლიბერალური მასმედია მაქვს მხედველობაში. ესე ისტერიკაში რომ არის და ესე ტას რო უკრავს, ესე იგი აი ამ deep states და ამერიკის აი ამ ოინებს და ცელქოფებს თემ სოფლიოში, ეხლა მაინც არ უნდა დადგეს ირანელი ხალხის გვერდით. მე არ ვამბობ აითოლას რეჟიმის გვერდით, მაგრამ ირანელი ხალხის გვერდით, რომელიც იბომბებიან, ამდენი ბავშვები დაიღუპა უკვე. ან თუნდაც ერაყში რომ დახოცეს უამრავი ბავშვი, ან თუნდაც გაზაში რომ დაიხოცა ამდენი ბავშვი. ნუ თუ ეხლა მაინც აი ამ პოლიტიკოსებმა, ცნობილმა პოლიტიკოსებმა, ეხლა მაინც არ უნდა აიმაღლონ ხმა და დადგნენ ხალხის გვერდით. აი ამ ჩაგრული ხალხის გვერდით, რომელიც სწორედ ეს deep state-ი აი ესე თავხედურად რომ ბომბავს აი ამ ქალაქებს და ასწორებს მიწასთან აი ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომელი ერთი ჩამოგითალოთ. გაზა ჩამოგითალოთ, თქვათ ეგვიპტე, იემენი, სუდანი, პალესტინა თუ რა ვიცი მე, ერაყი, ვიეტნამი თავის დროზე, ეხლა ირანი, აი რომელი ერთი ხო, იცით რა არის ხა მე მესმის უნდათ დემოკრატიის ექსპორტი, ასე უნდათ კომუნისტებს ბოლშევიზმის ექსპორტი და ძალისმიერად ხო შევიდნენ ავღანეთში. ზუსტად იგივე რამეს ხედავთ რა, რომ ესე იგი დემოკრატია უნდა შეიტანონ, ან თავის ცხოვრების სტილი უნდა მოახვიონ თავზე ადამიანებს, სახელმწიფოებს, გადაუარონ მთავრობებს, დაბომბონ პირველ რიგში და მიწასთან გაასწორონ. და შემდგომში ამ სახელმწიფოებში, ამ ესე იგი დაუთოებული, ცხელი უთოთი დაუთოებული სახელმწიფოებში არაფერი კეთდება. არც დემოკრატიის აღსადგენად, არც ადამიანების უფლებების დასაცავად. აი ხა რა უფლებებია დაცული თქვა ერაყში, ან სუდანში, ან იემენში. ან ჩვენ კარგად ვიცით, ვის ჩაუგდეს ხელში სწორედ სირია ვის ჩაუგდეს ხელში ხალხო. ჩვენ თვალწინ მოხდა ზუსტად 2 თვის უკან, ხო, ამ რეჟიმის დამხობა. და რა დღეში არიან ქრისტიანები, ზოგი დამარხეს, მოკლეს, გახერხეს, შუან საცვეს ქრისტიანები. პრაქტიკულად ქრისტიანებისგან გაწმენდილია ახლო აღმოსავლეთი. დაწყებული ერეყიდან, ეგვიპტიდან, კოპტებს რა უგზეს ცოცხლად დამარხეს. არ ვიცი თუ ეს არის მიზანი ამ გლობალიზმის, მე აი გაკვირვებული ვარ უბრალოდ და პირველ რიგში გაკვირვებული ვარ აი ჩვენი მასმედიის, რომელიც ამაზე ჩუმად არის. აბსოლუტურად ესე იგი ვაშინგტონისეულ ვერსიებს ემხრობა. აი სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს.
აი თითქოს მგონია რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ. ჩვენც ესე ახალგაზრდები რო ვიყავით ამ 40 წლის უკან ჩავთავდით ტელევიზორს ერთი ვერსია იყო რა. ერთი ვერსია იყო, ესე იგი წითელი აი ამ საფრთხის ექსპორტი, საბჭოთა კავშირის და საბჭოთა წყობის ექსპორტი, აი ამაზე იყვნენ მოქუქილები და ძალისმიერი მეთოდებით ავღანეთში დღეს დააწიეს და სხვა ქვეყნებს, ესე იგი პრაქტიკულად ცდილობდნენ რომ ეს კომუნისტური იდეოლოგია ძალით დაენერგათ. და იგივე ხდება ესეც, ესე იგი პრაქტიკულად აი საბჭოთა კავშირის იმაში ვართ რა, ატმოსფეროში და ასეთივე დუმილი იყო ტელევიზიაში, ასეთივე სასახა გაშუქება. მე არ ვიცი ახლა ადამიანს როცა ნამუსი აქვს, როდის უნდა გამოიყენოს ეს ნამუსი? გაზელი ხალხი რო ესე იგი თვარის პეიზაჟად გადააქციეს. გაზა გადააქციეს თვარის პეიზაჟად. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი ღამე დაძინებული ხალხი კორპუსები დაბომბეს, საშინელი ნაღმები ჩვენ ხომ ნახავთ, პირდაპირ იყო ჩართული, თან ეს თავხედურად პირდაპირ იყო რეპორტაჟი იყო მთელ მსოფლიოში, CNN-ი ამას განმოსცემდა, BBC ამას განმოსცემდა, როგორ ფეთქდებოდა კორპუსები დაძინებულ ხალხს. აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ააფეთქონ გდანის მასივი. ერთ 10 საათში, ღამის 10 საათის განმავლობაში თქვა. მიაყოლონ მუხიანი, მიაყოლონ თემქა და მთელი ესე იგი მტრის ერთი სანაპირო. ბოლომდე გაწმიდონ ერთ ღამეში. დაიხოცოს უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა, ძველგაზრდა, ამიშლობა. და ამაზე არავითარი რეაქცია არ ქონდა მსოფლიო პრესას. არც ევროპულ პრესას, აი ამ თქვენ ევროპას სადაც მიდიხართ, არ ვიცი რა. სად შედიხარ, ჯერ ამაზე დაფიქრდით, ხო? არავითარი რეაქცია არ ქონდა აბსოლუტურად და ერთადერთი აი პატიოსანი ჟურნალისტები, იგივე ევროპელები, იგივე ამერიკელები, ექსპერტები დებდნენ YouTube-ზე, Facebook-ზე ამ საპროტესტო წერილებს, პოსტებს, რომელიც მალევე იშლებოდა. აი ეს იყო და ეს. და იგივე ხდება ირანშიც, ესე მხეცურად იბომბება ირანი და არ ვიცი რა უხარიათ ამ ლიბერალებს, სად წავა ეს ნაკადები ამ ხალხის. აი მე მახსენდება ალბათ თქვენს კარგად ის მეგობრებო ჟირინოვსკიმ რო თქვა წინასწარმეტყველა ეს აი რაღაცა პროგნოზი გააკეთა რომ აქვთო გეგმაშიო აი ამ გლობალისტებსო განადგურებაო ირანისო და ეს რტოლვილებიო ჩვენსკენ წამოვლენო. გადაულიანო პირველ რიგში აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს. და ძალიან ცუდი პროგნოზები გველოდება. და მე ამ ადგილობრივ ქართველ ლიბერალებს ვეუბნები რომ რა გიხარია თქვენ დალოცვილება. ესე იგი რეჟიმის დემონტაჟი გასაგებია, მაგრამ რის ფასად? ყველაფრის ფასად? ჩვენი შვილების სისხლის ფასად? აი ეს მაინტერესებს, აი ბატონო გიგა რა სიტყვით თქვენ რომ რა შობა ეს ჩვენი მასმედია როგორ ეს ასეთი უნდამოსობა სანამშრომლო გაგრძელდეს. გამარჯობათ მეგობრებო. აგერ გიორგი მილაპარაკა, მართლა ესე არის რა, რომ კვირიდან კვირამდე უკვე იმდენი რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში და მსოფლიოშიც, რომელიც პირადად ჩვენ ქართველებს საქართველოს ეხება, რომ მართლა წარმოუდგენელია რაღაც თემაზე გვინდოდა დღეს გაგვეხმილებინა ყურადღება, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცა, რომელსაც უბრალოდ ის თემები აბსოლუტურად დაჩრდილა, იმიტომ რომ დღეს ხდება ის, რომ აი მესამე მსოფლიო ომი იწყება, დაიწყება ვიძახით. მესამე მსოფლიო ომი უკვე კარგახანია დაწყებულია. უბრალოდ რა არის იცით, ყველაზე ცუდი და ყველაზე აი მიუღებელი პირადად ჩემთვის, რომ ვინც ამაზე ლაპარაკობს და ვინც ამაზე უნდა ილაპარაკონ, აი ისე ლაპარაკობენ, იცით, აი დღეს მაგალითად იბომბება ირანი. მე პირდაპირ ვიტყვი აგერ და ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ სპარსეთი, ირანი ქართველებისთვის ყოველთვის მტრები იყვნენ. ყოველთვის ქართველებს ანადგურებდნენ, ეს ჩვენ ისტორიული მტრები იყვნენ და რა უბედურებასაც ატრიალებდნენ. ყველამ კარგად ვიცით, ვისაც გქონია ჩვენ შეხება. მაგრამ დღეს ამაზე არ მიდის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ მეგობარი საერთოდ ირგვლივ, ჩვენს ირგვლივ არავინ არ ყოლია. ჩვენ მეგობრები გვყავდა მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო იყო ძლიერი. მაგრამ დღეს არის რაღაცა ჩვენ რო გვეგონა რომ იცით რა დღეს უკვე შეიცვალა ყველაფერი ვფიქრობდით. მე პირადად ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამას გვეუბნებოდნენ რომ მაგალითად დღეს არის გაერო, რომ დღეს არის ადამიანთა უფლებები დაცული, უნდა დავიცვათ ამისთვის, უნდა ვიბრძოლოთ. და ბოლოს ხდება ისე რომ თურმე ეს ადამიანთა უფლებები, თურმე სახელმწიფოს უფლებები მხოლოდ არის იმათთვის დაცული, ვინც არის ძლიერი.
ვინც მაგალითად არის ატომური ბომბის მფლობელი და ვისაც შეუძლია მაგალითად რომ თქვას, რომ იცით რა, მე მაგალითად აი ეს კუბა მეგობრულად უნდა დავიპყრო. ამას ისეთი ცინიზმით და ისეთი აგდებულობით ლაპარაკობენ, რომ არ ვიცით, ადამიანები დაფიქრდნენ, რას ნიშნავს მეგობრული დაპყრობა მაგალითად. ან თქვა მაგალითად, რომ იცით რა, მე ირანი არ მომწონს, იმიტომ რომ იქ რეჟიმია, რომელიც მე არ მაწყობს, რომ იყოს. ამიტომ ირანი უნდა გავანადგუროთ. და ხდება ირანის განადგურება. ხდება მისი დაპყრობა, რამდენჯერ დაიწყეს ახლა ომი, არ ვიცი, მეორედ არის დაწყებული უკვე ამ ერთ წელიწადში. მიდის საშინელი ბომბა, დაბომბვა და ყველაზე ცუდი კიდე რა არის, იცი, რომელიც მიუღებელი არის მაგალითად ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რომ ადამიანებს ხოცავენ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი, ვინ იყო ლიდერი მათი, იყო მათი სულიერი მამა, იყო მათი პრეზიდენტი თუ იყო მათი გენერალი. და ამბობენ ესე ცინიზმით, რომ მოხდა ლიკვიდაცია. და მე გეუბნებიან, რომ იცით რა, თქვენთან არ არის ადამიანის უფლებები დაცული. ესე იგი ხდება ის, რომ ადამიანი, ვინც მათ არ აწყობთ და ვინც არჩეული არის იმ ხალხის მიერ, რომელმა ხალხმაც აირჩია ის, მას უკეთებენ ლიკვიდაციას და ამით ამაყობენ. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ქართველები აბსოლუტურად დაუცველები ვართ ყველგან და ყველაფრით. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. არა მარტო ქართველები, სულ ყველა ის მოკვდავი ადამიანი, რომელიც არ არის ისეთ ძლიერ სახელმწიფოში, მათ შეუძლიათ გაუკეთონ ლიკვიდაცია, მათ შეუძლიათ დაბომბონ, მათ შეუძლიათ რომ შეცვალონ მთავრობა, თანაც მანამდე არ მოვეშვებითო, სანამდე მთავრობა არ შეიცვლებაო. და მანამდე არ მოშვება ნიშნავს, რომ მანამდე უნდა გაგრძელდეს ომი, ხალხის ჟლეტა, ხოცვა. და პირველი რაც მოხდა, ყველაზე საშინელება რაც მოხდა, დილას როცა დაიწყო ეს ომი, პირველი ბომბი, ერთ-ერთი პირველი რაკეტა მოხდა სკოლას, სადაც დაახლოებით 163 ბავშვი არის გარდაცვლილი. თანაც აიყო გოგოების სკოლა, გოგონები არიან გარდაცვლილები. ამას მალავდა ჩვენი მასმედიაც, ამერიკის მასმედიაც, CNN-იც, აი დემოკრატიის შუქურები რომ არიან. მაგრამ უბრალოდ გამოსავალი არ ჰქონდათ და დღესდღეობით დაიწყო ამ ინფორმაციის გაჟონვა. და ესეთი რაღაცეები რო ხდება, არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ აი რატომ მოხდა ესეთი რაღაცა. და მე პირდაპირ გეუბნებით, ადამიანები უკვე იმიტომ არ ლაპარაკობენ ამას, რომ ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა პირდაპირ, რომ მე უნდა დავნიშნო ესეთი მთავრობა, რომელიც მე მაწყობს, რომელიც იქნება ჩემთან ლოიალური და ის სიმდიდრე, რომელიც მას გააჩნია ნავთობის სახით, იქნება ჩემგან მართული. და ეს ჩვენ ნახეთ, აგერ ზუსტად რაც მოხდა ვენესუელაში, ხო? პრეზიდენტი გაიტაცეს ცოლთან ერთად, იქ ათობით ადამიანი მოკლეს, რაღაც ახალი იარაღი გამოუგონიათ და ძირში მოკლეს უყველა და გაიტაცეს. და რატო გაიტაცეს? იმიტომ რომ ტრამპი ისეთი ადამიანი არის და ამერიკის პრეზიდენტი ისეთი ადამიანია, რომ რასაც აკეთებს, ამბობს კიდეც რა. რომ აი ეს მე იმიტომ გავაკეთე, რომ ეს მინდოდა, რომ ის ნავთობი, რომელიც დაახლოებით 500 მილიონი ბარელიო თუ რაღაცა თქვა, ფასი ძალიან დიდი რაოდენობაზე თქვა, უნდა მათ ჩვენი ვალი აქვს და ჩვენ უნდა დაგვიბრუნონ. ესე იგი გამოდის, რომ მიდის ომი რესურსებზე. რესურსებისთვის. და ამ რესურსებისთვის ბრძოლა იყო მთელი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის. დღესაც იგივე ხდება. ოღონდ რესურსებზე რომ მქონდეს შენ წვდომა, ამიტომ შენი სახელმწიფო, რომელ სახელმწიფოშიც ეს რესურსი არის, მისი მმართველობა და მისი მთავრობა უნდა იყოს შენგან მართული. აი ეს არის 2x2 ესე ხდება დღეს. ამიტომ ჩათვალეთ ხალხო, რომ არავითარი დამოუკიდებლობა არ არსებობს. არ იარსებებს არასოდეს. იმიტომ რომ აი ესეთი ადამიანები, ესეთი სახელმწიფოები, რომლებიც სათავეში რომ მოვდიან მე ესეთი ადამიანები, ნუ აი რო იტყვიან, რომ მიყავთ პარადი. ძალა აღმარცხნავსო, პირდაპირ გვეუბნებიან და ჩვენ
ნუ რა ვიცი, ხა ჩვენ თუ ამას დავიმახსოვრებთ და ჩვენ თუ ამას მივხვდებით, რომ ძალა აღმარცხნავს, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა ვიფიქროთ. უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. და პირველ რიგში უნდა მივხედოთ ერთმანეთს. დღეს ესეთი ბედნიერი სახით რომ დარბიან ეგერ ადამიანები და ზოგს ირანის დროშა უჭირავს, ზოგს ამერიკის დროშა უჭირავს, ზოგს ისრაელის დროშა უჭირავს და იქნებენ გამწარებულები, იმას კი არ ფიქრობენ, რომ აი ამან შეიძლება რა შედეგი მოიტანოს. ამან შეიძლება საშინელი შედეგი მოიტანოს, რომელიც უბრალოდ ჩვენთვის იქნება, ნუ არ ვიცი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შეიძლება გავნადგურდეთ. აი ბაქო მაგალითად ბაქო ეხა უცდის დაბომბვას რა. ბაქოს და სასუნხედს. ბაქო სასუნხედს, ბაქოს შეიძლება მოხდეს რაღაცა, იმიტომ რომ დახმარებას უწევს ამერიკულ ჯარს. პირდაპირ ხო? ბენზინა როგორც იყო და როგორც თქვეს პრესაში, რომ ნავთობს აწვდისო. იმიტომ რომ იქიდან ნავთობის აღება უფრო გართულებულია და აქედან იღებს ნავთობს. ესე იგი ხალხო დაფიქრდით უბრალოდ რა ხდება რა. და აგერ გიორგი მილაპარაკა კიდე მე არ ვიცი მე მინდა ჩვენ თავრობასაც მივმართო რა რომ ცოტა გამოფხიზდნენ რა ცოტა ადამიანებისკენ წამოვიდნენ და ის შეშფოთება რომელიც ქართველებში არის ამაზე გადადგან რაღაცა ნაბიჯები დღესდღეობით ისეთი სიტუაცია არის საქართველოში რომ კაცი შვილმა არ იცის ხვალინდელი დღე როგორი იქნება ერთი რაღაცას დავიმახსოვროთ რომ საქართველო იქნება აი ამ ტერიტორიაზე ვერსად ვერ წავიღებთ ამ მიწას ჩვენ იმ მეზობლებს რომლებიც ჩვენ გვერდით არიან იმათთან უნდა გქონდეს ურთიერთობა დღეს გვაქვს ურთიერთობა რომ არ გქონდეს ურთიერთობა შეიძლება შიმშილით მოკტარიყავით ქართველები გვაქვს ურთიერთობა მაგრამ ეს ურთიერთობა არ არის მარტო ის რაც აუცილებელია დღესვე ჩვენ გარანტირებული გქონდეს მინიმუმ მაინც გქონდეს გარანტირებულები რომ ვიღაცა თავს არ დაგვესხმევა და არ გაგვანადგურებს ამისთვის ჩვენ ვიღაცები უნდა მოვძებნოთ დღეს უნდა გადავრჩეთ როგორმე უნდა გადავრჩეთ ქართველები როგორც გენეტიკა და გენი უნდა გადარჩეს დღესდღეობით მიდის ყველაფერი ისე რომ ჩვენ არ ვიცი რა მოხდება ხვალ მაგრამ თუ რაღაცა ცუდი რაღაცა მოხდა შეიძლება გავნადგურდეთ ამიტომ თავრობას მივმართავ ცოტა დაფიქრდნენ რას აკეთებენ რა უნდათ რომ გააკეთონ ევროპა ვიძახიან და ევროპას არ ვაინტერესებთ თვითონ ლაპარაკობენ აგერ დაგვასანქცირესო და ასანქცირესო იმედიო და ასანქცირესო პოლიტიკოსებიო ამერიკა კიდე ძალიან შორს არის ამერიკასაც საერთოდ არ ვაინტერესებთ ვისაც ვაინტერესებთ ხო იმათ უნდა დაველაპარაკოთ და მაქსიმალურად რისი მიღება შეგვიძლია უკეთესობისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი საქმე დღესდღეობით ხო ვღებულობთ დღესდღეობით არ გამოუცხადეთ კი მადლობა მაგისთვის თავრობას რომ ბოიკოტი არ გამოუცხადეთ არ ვქენით რომ რაღაცეები არ ავგზალეთ მაგრამ ეს ჩვენ საკეთილდღეოდ მოხდა ყველაფერი ჩვენ რო ეს ყველაფერი გავაკეთებინა ერთი მითხარით რა ხალხო რა ან დენისაიდან მოვიდოდა გაზისაიდან მოვიდოდა გურისაიდან მოვიდოდა ის დანარჩენები რაც კი იყიდება საქართველოს ისაიდან შემოვიდოდა ხორციდან დაწყებული ყველაფერი აი ეს მინდოდა მეთქვა რა მეგობრებო და არ ვიცი კიდე შეიძლება ცოტა არეულად ვილაპარაკე იმიტომ რომ იმდენი მასალა არის ალაპარაკო და იმდენ რაღაცაზე არის ალაპარაკო რომ უბრალოდ ძალიან რთული არის ყველაფრის განმოცემა ძალიან რთული არის და ერთ რაღაცას გთხოვთ კიდე მეგობრებო რომ მოდით რა აი ეს სიზულვილი რომელიც ძალიან ბევრ ჩვენთაგანს აქ ერთმანეთის მიმართ აი ეს სიზულვილი როგორმე უნდა გადავლახოთ და ერთმანეთს უნდა შეუნდოთ და ერთმანეთს უნდა ჩავეხუტოთ. ქართველებზე მაქვს მე ლაპარაკი. გინდა იქით ამხარე იყოს, გინდა აქეთ ამხარე იყოს. თორემ მართლა ჩამოინგრა ჭერი, ყველას ერთად ჩაგვიტანს. ყველა გავნადგურდებით. ამიტომ ცოტა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ. ჩვენ აქ ერთმანეთთან ვერ მოლაპარაკებია და ჩვენ გვინდა რომ ვიღაცასთან მოლაპარაკებაზე გავიდეთ. ესეთი რაღაცა არ ხდება. ჩვენ თუ სახში ვერაფერი ვერ დავალაგეთ. გარეთ ვერასოდეს ვერ ვივარგებთ. აი ესე არა. ნამდვილად, მეგობრებო, აუცილებლად უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას, როგორც კაციო თუ შინ არ ვარგოდაო, ვერც გარეთ ვარგოდაო, ხო? ესე იგი თუ შენ ოჯახში არ ვარგი ხარ, იმ შენ როგორც ოჯახის უფროსი, ან ოჯახის წევრი არასრულებ იმ დაკისრებულ მოვალეობებს, რაც ოჯახის მიმართ, საკუთარი ოჯახის მიმართ გაგაჩნია.
არც სხვისთვის ვარ გიხარ, არც მეზობრისთვის ვარ გიხარ, არც ნათესავისთვის ვარ გიხარ, არც მეგობრისთვის ვარ გიხარ, ხო? ისევია ეს. თუ ჩვენ საშინაო საქმეებს არ მოუვარეთ, ესე იგი ჩვენ ეკონომიკას არ მივხედეთ და ჩვენ ახალგაზრდობას, ესე იგი არ მივეცით ის გზნობა და ის აზრი და ის იმედი, რომ რაღაცა მომავალში გაკეთდება ქვეყანაში, გამორიცხული არც ერთი ქვეყანა არაფერთ არ ჩაგვაგდებს და სულ იქნებით ესე წაქცეული ქვეყანა როგორც ვარ და გადათელილი. ხან ამერიკა გადაგვრთელავს, ხან ევროპა გადაგვრთელავს, ხან რუსეთი გადაგვრთელავს, ხან თურქეთი გადაგვრთელავს და ხან ირანი გადაგვრთელავს. აი ესე იქნება რა. ამიტომ უნდა მივხედოთ ჩვენს ეკონომიკას, უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში რეფორმები და ეს ჩვენი საზოგადოებრივი მამულიშვილები ჩვენ გამოდივართ უკვე რაღაცა მე-12 გადაცემა გამოდის და სულ ვცდილობთ რომ აი რაღაცნაირად იმპულსები მივცეთ საზოგადოებას, რის გაკეთებას ვაპირებთ. ამასთანავე ჩვენ გვქონდა მსჯელობა სწორედ აი ეს ყბადაღებული იმპორტ-ჩანაცვლება, რომელიც სადღაც საქართველოში ამ იდეამ ფეხი ვერ მოიკიდა, იყო მცდელობები ამისა, მაგრამ აბსოლუტურად უპასუხოდ დარჩა. რუსეთმა თავის დროზე დაიწყო პროცესები და კიდევ კარგი რომ დაიწყო, ისიც იძულებული იქნა ალბათ იმიტომ რომ პუტინის რეჟიმი გამოფხიზდა აი ამ სწორედ სანქციების გამო, თორე თავის დროზე უნდა გაეკეთებინა ეს რომ თავისი ეკონომიკა, ეროვნული ეკონომიკა ფეხზე დაეყენებინა. ნაგვიანებად, მაგრამ ბოლო 15 წელიწადია დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ არაფერი არ კეთდება. აი ჩვენი რეჟიმები, რომელიც მოდიან და რაღაცა რატო არ ფიქრობენ ამაზე, რომ ესე იგი ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, ავაღორძინოთ მსუბუქი მრეწველობა, გინდა მძიმე მრეწველობა, გინდა მანქანათმშენებლობა, ნების ბიზნესი ავაღორძინოთ. ჩვენ ამაზე უკვე დავიწყეთ აი საგადასახადო შეთავაზებები გვაქვს და დღესაც გვინდოდა რომ საგადასახადო მიუმოხილვა ჩაგვეტარებინა, მაგრამ რა ვიცი ხა როცა ასეთი რაღაცა ხდება და ომი მიდის აი ამ ჩვენ რეგიონში და შორს კი არ არის ირანი. რაღაცა 2000 კილომეტრია ხო? აბა 500 კილომეტრია საზღვრამდე. საზღვრამდე 500 კილომეტრი ირანის საზღვრამდე ხო? წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი რომ ეს რაკეტები შეიძლება შემთხვევით ჯვარი მწვერია ჩვენთანაც შეიძლება შემოფრინდეს. ასე რომ აი ბატონო ვაჟა, მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ეს მოსაზრება კიდე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ აი იმპორტ ჩანაცვლებაზე თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდი ამას დავუთმოთ ბინადმშენებლობაზე იგივე მამულიშვილებს ქონდა კარგი მოსაზრება რომ დროა რომ სახელმწიფომ დაიწყოს ბინადმშენებლობაზე ლაპარაკი იგივე ფოთში იგივე ქუთაისში იგივე სხვა ქალაქებში ბინადმშენებლობა მიდის მარტო ბათუმში და თბილისში და რატომ როცა გორში შეიძლება წავიდეს ის ინტენსიურად ბინადმშენებლობა და სახელმწიფომ დაიწყოს ეს პროცესები იმპორტის ჩანაცვლებაზე დავიწყოთ, რაღაცა გრანტები ჩაიცვეს, მცირე მეწარმოება აღორძინდეს, იმიტომ რომ მოსახლეობის ესე იგი კეთილდღეობა სწორედ მცირე მეწარმოებაზე დგას. დიდი კომერციული ფირმები კი არ ქმნიან ამინს თქვა, დიდი სავაჭრო ფირმები ამ ხრივ. მოსახლეობა მდიდდება, როდესაც მცირე მეურნეობები, მცირე წარმოებები ფეხზე დგება და ეს ყველაფერი მცირე ობიექტები ამუშავდება, თქვა. ის კი არა რომ თქვა ეხლა რო იკეტება აფთიაქები, პატარა აფთიაქები დაკეტეს, პატარა სუპერმარკეტები დაკეტეს და მოსწეს და პრაქტიკულად დიდმაგცელებმა ჩაიგდეს ხელში ყველაფერი. პატარა წარმოებები დაკეტეს, მეურნეობები სოფელში პატარა თუ იყო ყველა დაკეტილია. სოფლის მეურნეობის რაღაცა გადასამუშავებელი ვიღაცას რაღაც კონდა, ვიღაცა რაღაცას აწარმოებდა, ვიღაცა რაღაცას მოყავდა და ეს ყველაფერი საერთო საბადებელი შედიოდა ოჯახებში. ანუ ამ მცირე მეურნეობისა და წარმოების უკან დგას ქართული ოჯახები. ამიტომ სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, რომ აი მცირე წარმოების, მცირე მეურნეობების, მცირე სავაჭრო და სამომსახურებო სუბიექტების აღორძინება და არა მათი გამსხვილება და ესე იგი დახურვა. ეხლა მასობრივად გეუბნებით, აი ნუცუბიძეზე ვცხოვრობ მე და მთელი ნუცუბიძის აყოლება იყო შეშინებული, რომ იქ ხო სახელოსნოები არ ემოტებენ მანქანებს, ხელოსნები რაღაცა და არა უნდა დაგხურონო ჩვენო და მონოპოლიზაციას აკეთებენო და უნდა გახსნანო 5-6 დიდი მსხვილი სარემონტო მანქანის სარემონტო ესე იგი ცეხიო და ჩვენ ყველა ვიკეთებითო და უმუშევრები ვჩებითო. იმ 5-6 დიდ მსხვილ ცეხში ხარ რამდენი ხელოსანი იმუშავებს. და რატო არ გაძლევენ მეთქი ამ უფლებას, რომ რაღაცა გააკეთოთ ელექტრიკი რატო არ შეიძლება იძდეს თავისი ესე იგი ტყავის საფასურად, აი სიცივეში ზის სადღაც გარაჟში და ელექტრობას აკეთებს თავის ჯანმრთელობის რისკის ფასად. რატო უგზარავ იმ ადამიანს? ესე იგი იმასაც ესე იგი უკეტა ბოლოს შემოსავალს. და აი ესეთი მცირე რაღაცეების დახურვა არ შეიძლება.
არ შეიძლება ხალხი გაკოტრდება და არ ვიცი ბატონო რა სიტყვით ეხლა თქვენ აი იმპორტ ჩანაცვლებაზე რა სიტყვით ფინანსშენებლობაზე ესაა საინტერესო ეხლა მაინც გამოვიყენოთ ეს ვისაუბრები მაყურებლებს კიდევ და კიდევ მიმართავ მათ როგორც დიდ ქართველებს და დიდ სოფლიო მოქალაქეებს და რატომ დიდ სოფლიო მოქალაქეებს ჩვენ რამდენიმე გზის ავხსენით და თქვენს ნებართვით ერთ-ორიოდე პატარა შენიშვნას კიდევ გავაკეთებ ირანის ამბებმა ჩვენ კიდე დაგვანახა რომ ჩვენ არ ცხოვრობთ ჩაკეტილ სამყაროში მეგობრებო ჩვენ ცხოვრობთ ერთიან საკაცობრიო სივრცეში აქედან გამომდინარე ეს საკაცობრიო სივრცე იყოფა რეგიონალურად საკონტინენტო და ასევე მსოფლიო სივრცეებად და მე როგორც ისტორიკოსი და პედაგოგი აქედან ვიტყოდი რომ ჩვენს სახელმწიფო აზროვნებაში რომელიც გამოტანილია თორე ახლა იქ ძალიან ბევრი მცოდნე ღრმა პროფესიონალი ადამიანი საქმიანობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მაგრამ გამოტანილი როგორც ასეთი მედიასა და საინფორმაციო საშუალებებში ძალიან მცირე სახით გახლავთ და მით უმეტეს განათლების სფეროში ეს გადატანილი არ არის ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ ძირფას ტელევიზიაში გამოსვლები ჩვენ შევნიშნეთ რომ საჭირო იყო ქართული იდეოლოგია რომელიც ჩვენს იდენტობას ხაზს გაუსვავდა მაგრამ ხაზს გაუსვავდა არა ერთ და ორ გადაცემაში არამედ ჩვენ ამას ყოველთვის შეგახსენებდით და ჩვენი შეხსენების გარეშეც რომ თქვენს გეფიქრათ რომ ქართველებმა რა სულიერი დროშით უნდა იცხოვროს 21 საუკუნეში და თუ ძირითადი ორიენტირება არ შეიცვალა კიდევ გააგრძელოს ცხოვრება ეს ორიენტირები გახლავთ ამ ეტაპზე რაც ჩვენ შემოგთავაზეთ უფლის სიყვარული მოყვას სიყვარული და ის დიადი მცნებები ამას ჩვენ რამდენიმე გზის ბუდიშს მოხდით კი მეორევთ მაგრამ ჩვენ ამ რეგიონში სწორედ მაგით განსხვავდებით რომ არც ჩვენი პატარა მეზობელი ქვეყნები არც დიდი მეზობელი ქვეყნები ამ ფასეულობების მატარებლები ასე ღრმად არ იყვნენ და არც არიან როგორც მართლმადიდებლური სამყარო და ამას უმატებდით ჩვენ საქართველოს უგურგენო მეფის ილია ჭავჭავაძის უგდავ სიტყვებს მამული ენას არწმუნება და ჩვენი ცოცხალი წმინდანის პატრიარქის მოწოდებას ღმერთი სამშობლო ადამიანი ამას რატომ გახსენებთ ხალხო რომ ჩვენ განსაკუთრებული ადგილი გვაქვს არა მარტო ამ რეგიონში არამედ გვაქვს მთელ სოფლიოშიც თუნდაც მართლმადიდებლურ სამყაროსთანაც ამიტომ ის დიდი ტრაგედია რაც ახლა თამაშდება ჩვენს მეზობელ ოღონდ ცოტა უფრო ვრცელ რეგიონში მახლობელ აღმოსავლეთში პირობითად უწოდოთ მას მახლობელი აღმოსავლეთი ირანის ტერიტორიას ეს არის გადამდები არა მარტო სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით როცა ლოჯისტიკა ჩაიკეტება რა თქმა უნდა ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან რთულ ვითარებაში როგორც საწვავის თვალსაზრისით და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების როგორც საჰაერო ასევე მიწისზედა და ტრანსპორტის შეფერხებები ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს საც და რა თქმა უნდა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს რომელიც ასევე ჩვენზე იმოქმედებს ამიტომ რა ხდება ამ კუთხით შეიძლება ახლა მთავრობამ არ ვიცი ბატონო გეორგიომ ეთყობა არ ნახა დღეს ქონდა მთავრობას განაცხადი იზიარებდა ირანის ტრაგედიას იზიარებდა ისრაელის ტრაგედიასაც მშვიდობიან დახოცილ ხალხს რომლებიც დაიხოცნენ ამ დაპირისპირებაში და იზიარებდა იმ მეზობელი არაბული ქვეყნებში მომხდარ მსხვერპლსაც ეს მთავრობამ კი მოახდინა რეაგირება ამ საკითხებზე მაგრამ ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური რეაგირება
და ჩვენ კიდევ ერთხელ რაზეც დავიწყეთ საუბარი რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა არა მარტო სამხრეთ კავკასიაში არამედ მთელს მახლობელ აღმოსავლეთშიც და დაახლოებით 900 მილიონი მუსულმანია ჩვენს გარშემო 900 მილიონი ხალხო და აი ზუსტად ეხლა ამ 900 მილიონი მუსულმანის გაერთიანების პროცესი იწყება და ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი სირთულეების გადალახვა ამერიკა შორს არის ისრაელი აქვეა და რატომ ხდება რომ ასე აქტიურად იღწვის ისრაელი რომ სამხედრო საშუალებებით გადაეწყვეტა ეს პრობლემები რასაც თვითონ ფიქრობს თუმცა მე პირადადაც და ორგანიზაციის სახელითაც განვაცხადე ჩემი თხოვნა კიდევ თუ მიაქცევთ ყურადღებას კაი იქნება რომ რატომღაც მთელი მსოფლიო ითვალისწინებს არაბული სამყაროს ინტერესებს, ითვალისწინებს ისლამური სამყაროს ინტერესებს და არ ითვალისწინებს ისრაელის სამართლიან მოთხოვნას, რომ მას ჰქონდეს მშვიდობიანი ცხოვრების უფლება. რა თქმა უნდა, მე პირადადაც და მე მგონი ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და ჩვენი ორგანიზაციას ამაში მხარს უჭერთ ისრაელს, მაგრამ მხარს ვერ დაუჭერთ, რა თქმა უნდა, ექსტრემისტულ და სამხედრო მეთოდებით ამ პრობლემების გადაწყვეტაში. თუ ისლამური სახელმწიფოებისთვის თუნდაც ისლამის გავრცელების რუკა წარმოიდგინეთ, არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოვიდნენ და მთელი ჩრდილოეთ აფრიკა დაიპყრეს. მთელი შუამდინარეთი დაიპყრეს და ამოვიდნენ საქართველომდეც კი და გავრცელეს ისლამი. ყველაფერი შეიძლება. თუ ისრაელსაც არ შეიძლება რაღაც ტერიტორია დაეთმოს, თავისი ისტორიული ტერიტორია დაკანონდეს და მშვიდობიანი ცხოვრების ხელშეკრულება დაედოს, რომ მას აღარ ქონდეს პრეტენზია და აღარ იყოს როგორც ასეთი სამხედრო ოპერაციების და სამხედრო პრეტენზიების მქონე ქვეყანა. ეს ერთი. რადგან ეს ყველაფერი ჩვენ ხედავთ, რომ მოქმედებს არა მარტო მახლობელ აღმოსავლეთზე, არამედ უკვე ჩვენზეც გადმოდის და რა შედეგს გამოიღებს კაცმარიც. ამავე დროს ეს ხერხი ძალიან კარგია თქო როგორც მოგახსენეთ მთავრობამ რომ განაცხადა ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ ორგანიზაციამ შემოიტანა უფლის სამართალი ხალხო რატომღაც ჩვენ ისევ 21 საუკუნეა და რაღაც მხოლოდ პოლიტიკურ განზომილებებში ან ეკონომიკური განზომილებებით ცხოვრობ და უფლის სამართალი ისევ გაწეული გვაქვს უფლის სამართალი აქვეა რა კი უფალი მარადიულია ყველგან არის ყოველ წამსარი და ყოველ წუწარი როგორც საწყისის და სასრულის ჩვენი და კოსმოსის ცხოვრებისა ჩვენ რატომღაც გონია რომ მარტო მიღმიერ სამყაროს განაგებს უფალი აქაც არის და უნდა ვიაროთ უფლის ძირითადი პრინციპით სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის გზით და ჩვენ მოვალენი ვართ პატივიცეთ რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ყველა მოქალაქეს, სოფლიო მოქალაქეს, რა თქმა უნდა, კიდევ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და უპირველესად რა თქმა უნდა ჩვენი რელიგიური ინტერესიდან უნდა გამოვიდეთ და ამ ეს პრინციპები იყოს ჩვენთვის წამყვანი, მაგრამ ის რომ ეხლა ადამიანები ასე გაჟუჟონ, ღაზაში იქნება თუ სირიაში ან თუნდაც სპარსეთში ეხლა რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი არც რელიგიური და არც ადამიანური მიდგომებიდან არ არის მისაღები. როგორ უნდა დავიცოთ თავი ახლა ბატონ გიორგი მძანა აი ეს პროექტები აქედან გამომდინარე ჩვენ რაკი შეზღუდული ვართ ჩვენი როგორც ფინანსური ასევე ადამიანური რესურსებით და თუნდაც ჩვენი საარსებო სივრცითაც საქართველოს ალბათ ერთი ამდენი ტერიტორია ჩამოაჭრეს ამ ჩვენმა კეთილმა მეზობლებმა და მეგობრებმა რომლებიც კიდე გვიყენებენ ჩვენ რა თქმა უნდა პრეტენზიებს რომ თურმე საქართველოს არ არსებობდა და არსებობდა ციმბირიდან მოსული ეს თათარ-მონღოლების შთამომავლები რომლებიც ჩვენ გარშემო ყავს ან ინდოევროპული წარმოშობის ხალხი რომელიც ასევე ჩვენი მეზობლებად ითვლებიან დღეს მაგრამ რა ვქნათ ისინი ჩვენი მეზობლები არიან როგორღაც უნდა შევთანხმდით და ვიარსებოთ მაგრამ ეს არსებობა ხალხს აი ეს 30 წელი რაც ჩვენ ხედავთ და როგორც არსებობს საქართველოს გადატანილი იყო მთელი
ყურადღება, როგორც მედიის, ასევე საინფორმაციო საშუალებების, მხოლოდ ისევ პარტიულ ცხოვრებაზე, ან წვრილმან ეკონომიურ მიმართულებებზე. ადამიანი, როგორც სრული ყოფილი არსება, ღვთიური არსება, რომელსაც მარტო სული კი არა, ხორციც გააჩნია და, ხორციელი სოციალური მოთხოვნების გააჩნია მას, დავიწყებულია, საცილოა, რომ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 14 ლარზე ჯერ 8 ლარიდან დაიწყო ჩვენი პენსია და მერე ასე მოდიოდა 14 ლარი. ესე ქვეყანაში სადაც 14 ლარი იყო პენსია, ის ითვლებოდა ერთ-ერთ დემოკრატიულ ქვეყანად და მერე ნელ-ნელა გაზარდეს და ეხლა რამდენია ჩვენი საპენსიო ან მინიმალური ხელფასი ყველამ კარგად იცით, ეს არის სამარცხვინო როგორც პენსია, ასევე რა თქმა უნდა, ის მინიმალური ხელფასი, რადგან ფიზიკური მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე დავაყენეთ ჩვენ ეს, რომ ადამიანი უნდა იყოს თუ ყველა ადამიანი თანასწორია, თავისუფალია, მაშინ რითი ჯობია თქვათ, ფრანგი, რომელიც ბუდიში 1000%-ით და მეტი კიდევ მეტი პენსია გააჩნია, მეტი საზოგადოებრივი და სოციალური უფლებები და გრანტები გააჩნია მას. ფრანგი იქნება თუ სხვა ევროპული ქვეყანა. ჩვენმა მოსახლეობამ შეიძლება იმდენი პრეტენზიები არ წამოგვიყენოს, მაგრამ მათ უკვე ხელი ჩაიქნეს 30 წელი ვერაფერი ვერ გააგებიეს ჩვენ პოლიტიკოსებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოდიან 1-2 წელი პოლიტიკაში და მიდიან როგორც უმდიდრესი ადამიანები და მერე ერთმანეთს იჭერენ და გვიცხადებენ, რომ არ გაგვიმართლა. ამიტომ ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. რა გითქვენ ამას? ვერ აკეთებთ ბატონები. და არც აქცევთ ყურადღებას, ვითხოვთ თქო, აი ჩვენ დავაზუსტეთ კიდევაც, რომ 5 წლიანი გეგმა შემუშავდეს. მთავრობა არ აკეთებს, გააკეთოს რომელიმე საზოგადოება, არასამთავრობო საზოგადოება იქნება, სამოქალაქო საზოგადოება იქნება. როგორ აღმოიფხროს უბინაობა, რადგან ხალხი კიდევ ერთხელ ხას ვისვამ ჩვენ. აგერ დაიწყო ფაქტიურად სოფლიო ომი იწყება, ხალხი იმიტომ გარბის საზღვარგარეთ, რომ მას არ გააჩნია ბინა. და ეს ბინა უნდა მას მიეცეს ან საჩუქრად, იმიტომ რომ ჩვენ მას ვაძლევდით 8 ლარ პენსიას, დაწყებული აგერ ამოვედით 370 ლარია მინიმალური პენსია და თურმე უნდა იყიდოს მინიმუმ 60,000 დოლარიანი ბინა, რომ თავისი საყოფა ცხოვრებო ელემენტარული პირობები დაიკმაყოფილოს. თანაც ამ 5 წლიან გეგმაში ჩვენ შემოგთავაზეთ, რომ გათვალისწინებული იქნას ყველა მიმართულება, ეს ახალ დაოჯახებულები, მრავალშვილიანები, ხელმოკლეები, ემიგრანტები, რომელზეც არ აქვს საშუალება, ასევე ფერადნელი ქართველები, ინგილო ქართველები და სხვა და სხვა. და მეორე ძირითადი მიმართულება ის გახლავთ იმპორტ ჩანაცვლება. რატო გარბის ხალხი? აი ბატონო გიორგი კარგად თქვა, რომ ყველანაირი მეურნეობა რეალურად მხოლოდ არის, რა თქმა უნდა, მსხვილი მეურნეობები შეიქმნა, ამას ხედავთ, რაღაც რაგი შემოსავალი არსებობს, რაღაც მსხვილი მეურნეობები შეიქმნა, მაგრამ ყველა წვრილ და ცოტა საშუალო სიდიდის მეურნეობას ის იქნება ქალაქში თუ სოფლად, ყველას ებრძვიან და ხელში იგდებენ ის დიდი მონოპოლისტები. მაშინ რითი უნდა დასაკვდეს უბრალო ქართველი? ამიტომ მოითხოვეთ ესეთ ჩვენ აქაც შეიქმნას პირობითად ვარქმევთ ჩვენ 5 წლიანი შეიძლება 4 წლიანი იყოს შეიძლება 3 წლიანი შეიძლება 2 წლიანი არა 10 წლიანი და 20 წლიანი როგორც იცია რომ საერთოდ ისეთ გეგმებს გვთავაზობენ რომელიც მე არასოდეს აღარ სრულდება და გადადის მომავალში ან 5 წლიანი გეგმა ყველა დიდ სოფელში შეიქმნას გეოგრაფიული გარემოდან და სპეციფიკიდან გამომდინარე რა ტრადიციას გააჩნია იმ კუთხეს იმ რეგიონს იმ სოფელს სამუშაო ადგილები როგორც სამიწათმოქმედო კულტურების თვალსაზრისით, ასევე მეცხოველე მეფრინველობის და მერე მას მოყვეს გადამუშავებითი მრეწველობის მცირე საწარმოები. ასევე დაიწყოს ხელშეწყობა მაღალი ტექნოლოგიების, მაღალი მეცნიერული იდეების, ჩვენ ისიც მოგახსენეთ, რაოდენ დიდი როლი აქვს თქვა კოკაკოლას დღეს სოფლიოში, მარტო კოკაკოლა რო ქონდეს ჩვენ, მთელ ქვეყანას შეინახავდა. იგივე მდგომარეობაში იყო თქო ლაღიძის წყლები. დაიწყოს ლაღიძის წყლების ან გამოსყიდვა და მე აღორძინება აიღო სახელმწიფოს ხელში რათა შექმნას სამუშაო ადგილები და ლაღიძის წყლების კორპორაცია სახელმწიფო კორპორაცია შეიქმნას რომელიც ჯერ საქართველოში
და ასევე მერე უკვე მთელ სოფლიოში გაიტანს ამ უნიკალურ წყალს და მოიტანს, რა თქმა უნდა, როგორც ეკონომიურ ეფექტს, ასევე მოიტანს სხვა ფინანსურ მოგებას სახელმწიფოსა და, რა თქმა უნდა, იქ დასაქმებული ხალხისთვის. ასევე მე გაგაცანით, კი ავტორი ამის გამოგონების ავტორი არ მახსოვდა, მაგრამ მე დავაზუსტე ის გახლავთ აკადემიკოსი რამაზ გახოგიძის ბიორაგი, რომელიც მთელ სოფლიოში არის გავრცელებული, რომელიც აჩქარებს ბიოლოგიურად სუფთა დამატებითი საშუალება, რომელიც აჩქარებს მოსავლის მოყვანას და ზრდის მის პროცენტულ რაოდენობას საოცრად და ყველანაირ ნიადაგს, რომელიც თითქმის დაზიანებული აღადგენს, მცენარეებს ხელს უწყობს და მოსავლიანობა ხდება არნახულად. ასეთი გამოგონებები ძალიან ბევრი აქვს ქართულ მეცნიერებს, რომელიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ სწრაფი ეფექტიდან გამომდინარე ის მეცნიერული მიდგომები ავირჩიოთ, შეიქმნას ეს სამეცნიერო ბანკი, რა თქმა უნდა, როგორც ტაქტიკური, რომელიც სწრაფად მოგვიტანს შემოსავალს და სტრატეგიული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს და თუ ქართულ მეცნიერებს, რა თქმა უნდა, აქვთ ქვეყანას, რომელსაც ყავს ელგუჯამი ძმარიაშვილი, ყავს ძალიან დიდი მეცნიერები კიდევ, როცა საერთოდ გასაიდუმლებულია ზოგიერთი მეცნიერი, რომელიც უბრალოდ არ ცხადდება სხვა მიზეზისა და გამო. ამიტომ ეს მიმართულებაც, ანუ სტრატეგიული მიმართულებაც უნდა შემუშავდეს. ვერ ახერხებს სახელმწიფო, კარგით, რა ვქნათ, ეხლა უსხوار დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა გამოვფხიზდეთ და შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენ შევქმნათ პროდუქტი და თუ სახელმწიფო არ გააკეთებს, საზოგადოებრივი თვალსაზრისით თუ გაკეთდება თუ არა, ილია ჭავჭავაძეს არავინ არ დახმარებია, მეგობრებო, ბანკის ისე შექმნა და წერაგის გამავრცელების საზოგადოება და ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. ამით ცოტა გამიგრძელდა, მეგობრებო, ბოდიშურტი, ანუ აი ეს ორივე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ღვთის სამართალი კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ შემოსატანია ჩვენ ცნობიერებაში თავისივე საეკლესიო ეთოსთან ერთად და ასევე ეს პირველი ორი პროექტი 5 წელიწადში ბინა და სახლი ყველას ქართველს საპატრიარქოსთან ერთად ეს პროექტი და ასევე იმპორტჩანაცვლება თავისი მთელი გაშლილი ინფრასტრუქტურით. გმადლობთ ყურადღებისათვის და აი მეგობრებო, ესე იგი ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ სურვილი იქნება რა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს პროექტები ალბათ მომავლის საქმეა, მომავალი ეროვნული მთავრობა, რომელიც მოვა ის მოკიდებს ხელს ამ პროექტებს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალი ეროვნული მთავრობა იყოს ესე იგი ხალხთან კონტაქტში, საზოგადოებასთან კონტაქტში. მე კიდევ ვამბობ, რომ წავიდეს პროცესები საზოგადოებაში, არსებობს ერთადერთი ტექნოლოგია, რომ უნდა შეიქმნას საბჭოები, აი ჩვენი დარგების გადასარჩენად, თქვათ ბიზნეს საბჭო, რომელიც იზრუნებს საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებისათვის, ბიზნესის გაუმჯობესებისათვის, ქართული წარმოების აღორძინებისათვის უნდა იყოს ეს საბჭო, თქვათ ეკონომიკის სამინისტროსთან, დამოუკიდებელი საბჭო, საიდანაც ეკონომიკის სამინისტრო აიღებს აი ამ მოწინავე ინოვაციურ იდეებს და შეთავაზებებს. ასევე ამ საბჭოთი იხელმძღვანელებს პარლამენტის ეკონომიკური კომისია, ფინანსთა სამინისტრო და რაღაც ერთობლივად, ესე იგი, დავეხმარებით მთავრობას, რომ რაღაცა ეკონომისტური, რეფორმისტური ნაბიჯები გადაიდგას. ამავე დროს საზოგადოებრივი საბჭოები უნდა იყოს კიდევ და საზოგადოებასთან კონტაქტით უნდა სარგებლობდეს მთავრობა სხვა რეფორმების კუთხით, სხვა თქვათ თბილისის ქალაქმოწყობა როგორ შეიძლება, ხო? აი თბილისელების საბჭო უნდა იყოს, ხო? რეალურად არ არის ასეთი საბჭო. თუმცა არსებობს თბილისის მთავრობა, მაგრამ ის რომ ელემენტარულია, რასაც იბრძოდა საზოგადოება, რომ თბილის გენგეგმა ქონოდა და ასე თავკომბალასავით არ გაეზარდათ ეს ქალაქი, აბსოლუტურად ეს გენგმა დავიწყებულია, მიგდებულია სადღაც და არავინ არ ასრულებს ამას და პრაქტიკულად თბილისი ისევ აი ამ არაბული კონგლომერატებით იზრდება სიგანეში, ამას მოყვება ალბათ ინდუსური ქალაქები, მერე ალბათ პაკისტანური ქალაქები და რა ვიცი, გავხდებით ალბათ მეხიკო რა. მეხიკოში ცხოვრობს მექსიკის 70%. და ეს არის ნორმალური, თქვა, 30 მილიონი. იგივე მდგომარეობა იაპონიაში ასეთი პრობლემაა, სხვათა შორის ტოკიო 40 მილიონი კაცი ცხოვრობს და
შეხვედრით YouTube-ზე კარგად ნახავთ, რომ ტოკიოს გარეუბნები, პატარა ქალაქები და სოფლები ცარიელდება და დიდი პრობლემა გვაქვსო რა. პრაქტიკულად მოხდა ის, რომ 30 წელიწადი აი ამ სიტუაციას არ მივაქციოთო ყურადღება და აი ესეთი დიდი თავკომბალა, ესე იგი დედაქალაქი გახდა იაპონიაში, გაიზარდა და 40 მილიონი კაცი ერთად ცხოვრობს და როგორი მოწყვლადია ეს ყველა კუთხით, გინდა ომის კუთხით, გინდა ეკონომიკის კუთხით, გინდა სტიქიური უბედურების კუთხით. აი ესეთი გაზ და ქალაქის არ არის მიზანშეწონილი. ყველა არ არის, რომ გერმანელები თავის ქვეყანას თანაბრად არ ვითარებენ და ცდილობენ, რომ მანდამაინც ბერლინში და თქვათ ჰამბურგში არ მოხდეს და ფრანკფურტში არ მოხდეს მთელი გერმანიის ჩასახლება. მაგრამ სად არის ეს? აი, აქაც არ არის დაიკარგა ჯანსაღი აზრი, როგორც კი შემოვიდა დიდი ფული, იმ წუთში დაგვავიწყდა ეს ყველაფერი, თბილისის გენგენდმა გადავხიეთ, გადავაგდეთ და ისევ ბერავთ ამ ქალაქს და ვზდით რაღაცა თან ის ხარჯზე, მწვანე ფილტვების ხარჯზე, ხო? ის გარეუბნები, სადაც ადრე ტყეები გაშენდა და უდაბნო ესე იგი ხრიოკი იყო და მწვანე ნარგავებით მოირთო, იქ უნდა აშენდეს რაღაცა კონგლომერატები და რაღაცა დიდი მასივები, რომელიც ასევე გაზდის თბილისს უსაშველოდ. იმ ფონზე რომ მთელი სადგურის მოედანი, პლეხანოვი, ჩუღურეთი, ვარანცოვი, რომელიც არის პრაქტიკულად ახლიდან ასაშენებელი, არის ფართობები, რომ ესე იგი თბილისი განაშენიანდეს, იგივე ლოტკინი, იგივე ნახალოკა, უამრავი ფართობია, რომ თბილისი არ გაიზარდოს მოცულობაში, შეიძლება სიმაღლეში წავიდეს უბრალოდ ის ტერიტორიები, რასაც თბილისს უკავია, რენოვაცია მისი მოხდეს და რაღაცა უბანი უბანს დაემსგავსოს და უამრავი ამორტიზებული ბინა, უამრავი დაძირული ბინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს საზოგადოებასთან კონტაქტი, მთავრობას უნდა ქონდეს საზოგადოებასთან კონტაქტი ყველა სიბრტყეში. იქნება ეს მშენებლობა, ბინადმშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა, საგადასახადო რეფორმები. აი ასეთი კონსულტაციები თუ არ მიიღო და თუ ჩაიკეტა მთავრობა რა, შედეგი იქნება ნული. აი პრაქტიკულად ვიქნებით აი ამ რყევებში არაფერი არ გამოვა, ყველა ინოვაცია ესე იგი ჩაფლავდება და ესე იგი ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ბატონგია, რა სიტყვით აი ეს დასკვნის სიტყვაზე რომ გვეშველება რამე? გეშველება, გიორგი, გეშველება. ეხლა რა მინდა თქვა, იცი გიორგი, დავამატო რომ ეხლა ჩვენი მთავრობა იყო გასული და ბიზნესმენებს შეხვდა. და ბიზნესმაო აი რა მოთხოვნები არისო, მაგალითად რომ აი სპეციალობები, როგორი სპეციალობები უნდა ჩვენს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას ბიზნეს, როგორი სპეციალობები უნდა ზუსტად ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ თავარი რაც არის, ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რა, ბიზნესმენს რომელსაც შეხვდები, რომელიც არის მილიონერი, მილიარდელი, იმას რო კითხავ რაღაცას, ის გეტყვის თავის ბიზნესში რა პრობლემებია. თავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია. თავარი პრობლემა არის ზუსტად იმაში, ვისაც არ ეკითხებიან. ზუსტად იმ ხალხს უნდა შეეკითხოთ, უნდა გახვიდეთ სოფლებში, უნდა გახვიდეთ ისეთ ადგილებში, რა ხდებოდა, რა მუშაობა მიდიოდა, რანაირი შემოსავალი ჰქონდა იმ ხალხს, სად მუშაობდნენ, სად იყო რამდენი ფერმა იყო სოფელში, სად იყო რა იყო, რა კულტურა იყო განვითარებული. აი ამით უნდა დაკავდეთ და აქეთკენ ბიზნესმენებს კი არ უნდა ეკითხოთ. ზუსტად ამით თუ გინდა თქვენ რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ეხლა დრო აღარ მრჩება და უბრალოდ ამას ვეთქვი და კიდევ ერთხელ მიმართავ მთავრობას რომ სოფლის მეურნეობა აქ აქაურ ბიზნესმენებს კი არ უნდა კითხოთ, სოფლის მეურნეობა ყველაფერი დაწერილი არის და უნდა გადახედოთ იმას. აი ეს არის. მეგობრებო, ვიყოთ ოპტიმისტები, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ჩვენ გვინდა რომ ყავდეს ღირსეული მთავრობა, ჩვენ გვინდა რომ ერს ყავდეს მოამაგე მთავრობა, გახსნილი მთავრობა და კონტაქტში რო იყოს მთავრობა ხალხთან და საზოგადოებასთან და თუ ესე იქნება, მაშინ ყველაფერი კარგად წავა. ამ მთავრობის პირობებშიც მშვენივრად ბევრი რაღაცა დარგიც დაიძრება და ბევრი რეფორმები ჩატარდება. მე ასე ვფიქრობ, რომ უნდა აი ეს მთელმა საზოგადოებამ მოინდომოს და საზოგადოებასთან ერთად ვაშენოთ საქართველო. ამინ. მადლობთ ყურადღებისთვის.